მე მინდა დასაწყისში სასამართლოს მოუყვეთ, ანუ თქვენი საქმიანობის, რა საქმიანობთ და თქვენი პროფესიის შესახებ, მინდა გითხრათ, რომ ამ ფაქტის ცირედით მაინც თავიდან აცილება რომ ყოფილიყო შესაძლებელი, მარტო იმიტომ ავიცილებდი, რომ აი საკუთარ თავზე არ მელაპარაკა. ესე ვთქვათ, არა ვარ კომფორტული ამ საკუთარ თავზე ლაპარაკისას. წესით სასამართლოსთვის ისიც საკმარისი უნდა იყოს, რომ შუახნის ასაკამდე ისე მოვედი, რომ კანონთან კონფლიქტში არ ყოფილვარ, მაგრამ რადგანაც სასამართლომ უნდა მისჯელოს ჩემს კრიმინალურ ბუნებაზე, ასე ვთქვათ, და იმაზე თუ რამდენად საშიში ვარ საზოგადოებისთვის, შევეცდები ცოტა რამ მოვყვე ჩემი საქმიანობის შესახებ და ვიცი, ეს ალბათ ჩემს ბუნებასაც გამოხატავს. პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ვარ საქართველოს მოქალაქე და მინდა ვთქვა, რომ ფიქრობ, რომ კარგი მოქალაქე ვარ. მოქალაქეობას არ ხედავ ისე, რომ აი სადღაც რომ დაიბადები შემთხვევით ქვეყანაში და ცხოვრობ უბრალოდ. მოქალაქეობა, ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჩემთვის თავისი წარსული თაწყმოთი და მომავლითაც არის მნიშვნელოვანი, აი ამ ევროპული და დემოკრატიული მომავლით ოღონდ. მინდა ხაზი გაუსვა ერთ დეტალს. საკუთარ თავს არ მივაკუთვნებ იმ მოქალაქეებს, რომელიც ძალაუფლებაში მყოფ პოლიტიკურ გუნდს, რეჟიმს უფლებას აძლევს, რომ მისი სახელით ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული რიტორიკით ილაპარაკონ. ვერ მიჩნევი ამას ხოლმე, როგორც მოქალაქე. ასევე საკუთარ თავს არ მივაკუთვნებ იმ მოქალაქეებს, რომელიც ესე ვთქვათ, საქართველოს სუვერენიტეტს, ეროვნული იდენტობის, უსაფრთხოების შენარჩუნებას ხედავს პუტინის რუსეთის და ოკუპანტი რუსეთის მფარველობაში და მონობაში. რაც შეეხება გადავალ ჩემს პროფესიაზე, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს თაობაში მედიაში ერთ-ერთი მათგანი ვარ, რომელმაც ზურგი აქცია უარი თქვა მაამებლურ პროპაგანდულ ცენზურით, ვიცენზურით გაჯერებულ საბჭოთა ჟურნალისტიკაზე. ერთ-ერთი მათგანი ვარ მე.